გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ჩობა ახალ წელს, დედობას, ნათლისღებას გილოცავთ. მრავალ დაისწარით თქვენ ოჯახებთან ერთად, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ ღმერთმა. კომენტარებს რო კითხულობდი, უმეტესობა ითხოვდა, რომ მანქანებს თავი დაანებე, ბოქსი გვაინტერესებს და ბოქსში გადაიღევ და ბატონო, ვიღებთ ბოქსში, გვაქვს ესეთი შემთხვევა, M8 2019 წლიანი გავლილი აქვს 30000 კილომეტრი. ჩვენმა მეგობარმა იყიდა, შეცვალა ზეთი შეცვლის მერე, ეგრევე აიყიდა რაღაცა პატარა ტიკ-ტიკის ხმა. ვეძებეთ, ნუ რომ ითხრა 5-30 ჩავასხევ, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ ძრავებში, F სერიებში და ეგეთ მოდელებში 2015-15-დან ზევით 5-30-ის ჩასხმის 0-30 უწევ მე რეკომენდაციას. 2015-დან ზევით კაპოტზე ყველას 0-30-დან 0-20 აწერია, ამ მანქანასაც 0-30 აწერია კაპოტზე. ჩაასხეს 5-30. ამერიკაში ვინ რას ასხავდა, ეგ არ ვიცი. მაგრამ დაგხვდა შემდეგი პრობლემა. რომ მოусმინეთ, ყველა მხრიდან მოусმინეთ, ზევიდან, ქვევიდან მთელი ამბები, კარტერიდან, წინა კბილანიდან მოდიოდა ხმა. რომ მოუხსენით წინა ხუფი, აქეთ ამხარე, მარჯვენა მხარე ცეპის დამჭიმი არ იყო კარგად დაჭიმული, ცეპის დამჭიმმა ვერ დაჭიმა ცეპი. ეხლა ეს სქელი ზეთის ბრალი იყო, თხე ვერ გათხელდა იმდენად ზამთარში და ვერ დაჭიმა ცეპი თუ უბრალოდ დაემთხვა და გაფუჭდა, ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ რეალურად ზეთი შეცვალა და ეგრევე იმ წამსვე ხმა აიყიდა. მოკლედ შევცვალეთ ცეპის დამჭიმი, მაგრამ ხმა მოაკლდა, მაგრამ მაინც პატარა ხმა ქონდა. მერე კამერით ჩავიხედეთ შიგნით და ქვედა მთავარი კბილანა რაც არის, იმ კბილანაზე კბილები ქონდა პატარაზე მოცვეთილი. სავარაუდოდ ცეპი რომ ვერ დაიჭიმა, იქ ცეპი დაბლა ურტყავდა კბილანას და კბილანა გააფუჭა. დავშალეთ, ჩამოვიტანეთ თლიანი სერვის კიტი ცეპის კბილანის ყველაფრის. ჩამოვიტანეთ ეგ და შევცვალეთ. შესაბამისად, გვინდოდა ამ მოტორის ცოტა გაძლიერება, 1000 ცხენზე რო იმუშაოს უპრობლემოდ და შევცვალეთ სპორტული შატუნები დავაყენეთ. ანუ მაღალი გამძლეობის შატუნები დავაყენეთ. აი ეს ბრენდი იყო FCPS-ი. ეს შატუნები დავაყენეთ. ქარხნულთან შედარებით ბევრად სქელი შატუნებია და ბევრად დიდ დატვირთვას უძლებს. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, რომ მოხსენით შატუნები რო შევცვალეთ, აი აქ გვაქვს ძველი შატუნები. $30,000 კილომეტრია გავლილი ამ მანქანას, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. ეს არის ძველი შატუნები. მოხსნით და გაჩვენებთ. აი, კლადიშის მდგომარეობა. აი, როგორი გაცვეთილია 30,000 კილომეტრზე. ეხა ეს ზეთის ბრალია თუ არასწორი მოხმარების, ეხა ეს უკვე თქვენ გადაწყვეტეთ. ჩემი აზრით, ეს არის ზეთის პრობლემა. და მაგიტო ვამჯობინებ მე 0-30-ის და 0-20-ის ჩასხმა სხვადასხვა ძრავებში, F სერიის ძრავებში. N სერიებში, N20-ში, N26-ში, N55-ში, N63-ში, S63-ში მე ყველაფერში ვასხავ 0-30-ს. N20 იქნება 2012-იანი, 13-იანი თუ 15-იანი 0-30-ს ვასხავ. ჩემი პირადი გამოცდილება არის, მყავს ოჯახში N26 ძრავი, N20 მყავდა მანამდე, სულ 0-30-ს ვასხავდი, პრობლემა არ შემქმნია არასდროს. მამაჩემს F15 ყავს, 0-30-ს ვასხავთ რამდენი ხანია, რამდენი წელია და თითქმის 200,000 აქვს უკვე გავლილი და ერთი პრობლემა არ შექმნია ძრავზე. რასაც ვაკვირდები მე რომ ძრავებს რო შლი და უყურებ ესე დეტალებს, ვეკითხები რა ზეთზე ამუშავებ. ყოველთვის რომ მეუნებიან 5-30, 5-40, ყოველთვის მეტი გაცვეთილი არის, მეტი ცვეთა აქვს ნაწილებს ვიდრე 0-30-ზე ხოლმე. ამიტომ მე ყოველთვის ვამჯობინებ ჩავასხა 0-30 და 0-20. და აგერ არის მაგალითი 30,000 კილომეტრზე როგორი გაცვეთილია კლადიშები. სავარაუდოდ ამერიკაშიც არასხავდნენ ალბათ კარგ ზეთს. ეხლა რაც შეეხება ამ ძრავს, წეგან გითხარით, შევცვალეთ შატუნები, დანარჩენი ყველაფერი დავტოვეთ ქარხნული.
ცოტა ხანი ამის პატრონი ივლის 1000 ცხენზე, ისე რომ საშიშროება არ იყოს შატუნს გაღუნავს. იქნება ეს მანქანა stage 2 პროგრამით, downpipe-ების შევცვალეთ დავაყენეთ. ფილტრები დადგება, მაღალი გამტარიანობის და ცოტა ძლიერი შატუნები აყენია. დანარჩენი სრულიად ქარხნულია. რამოდენიმე თვე ივლის ამ მოტორით, ესე 1000 ცხენამდე ზაფხულში გეგმავთ ეს მოტორი სრულიად დავშალოთ ისევ და რაც კი რამე არსებობს უკვე შიდა დეტალები, ყველაფერი უნდა შევცვალოთ. გილზები უნდა შეიცვალოს, პორშინები შეიცვალოს, შატუნები გვაქვს, რასპედლები უნდა შეიცვალოს, პრუჟინები უნდა შეიცვალოს და გეგმავთ ბევრად მეტ ცხენს, ვიდრე 1000 ცხენი იქნება. რამდენი ცხენი იქნება ეგ ჯერ არ ვიცით, მაგრამ 1300-დან 1500-მდე გეგმავთ თავის ტურბინებიან ყველაფრიანად. რაც კი რამე არსებობს მექანიკური მხარე, ყველაფერი უნდა შევცვალოთ, რომ გაუძლოს დიდ დატვირთვებს. ვაპირებთ რეკორდების მოხსნას, 8 ცილინდრიანის რეკორდების მოხსნას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. რა გამოგვივა? ცოტა ხანში რა რამოდენიმე თვეში ეგ ყველაფერი გამოჩნდება. ამიტომ წარმატება გვისურვეთ. დანარჩენი დაელოდეთ ვიდეოს, გაჩვენებთ როგორ შევდგავთ, როგორ დავოქოქავთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ვერ გაჩვენეთ როგორ აიწყო ძრავი, გვიან დავიწყეთ გადაღება. მაგრამ გპირდებით შემდეგში რომ ეს ძრავი რომ დაიშლება და ყველაფერს ძლიერ ჩავაყენებთ, დეტალურად გაჩვენებთ, ყველაფერს დეტალურად აღწერა იქნება ამ ყველაფრის. რაც შეეხება downpipe-ებს, კი ნახავდით ალბათ ვიდეოში. ძვირი არის გადახდილი ამ downpipe-ებში, სერიოზულ თანხაა გადახდილი და მაინც მოსარგება და დასაყენებლად რაღაცა ბოლტები არ ემთხვევა, რაღაცა სამაგრები არ ემთხვევა და მაინც ჭირდება რაღაცა მექანიკური ჩარევა რომ მოვარგო და დაუყენოთ და რატო ვიხდი ამ ხელაფულს მაინც ვერ ხვდები ამ ძვირიან დეტალებში თუ ისევ ჩინურივი თუ და ვიწვალო და $120 downpipe-ები თუ და ვიწვალო რომ მოვარგო და დავაყენო და დაუჭირო და რავი ჩემი აზრით ამ ხელაფულს რო გადაიხდი ჯობია იყოს ისეთი ხარისხი რომ პირდაპირ დააყენო მაგრამ რა ვიცი ისევ ჯობია მეგონი ჩინური იყიდო ტყილა ზედმეც აღარ გადაიხდი და მაინც საჩალიჩოა მოსარგებად მოკლედ ბატონო გურამ, საკმაოდ ძვირიანი downpipe-ებია. ჯერ აქ გაგვამწარა. აქ ტურბოებთან რო დადგა. ეხა აქ თავის სამაგრებში რო შევუშვებ, ცოტა ამოვკლიბეთ, მოვკლიბეთ, მაგრამ მაინც აი ესეთი რაღაცეებით უნდა ჩააყენო. ანუ ქარხანა მიდის ხოლმე პირდაპირ. აქაც გადავკლიბეთ ამეებში და რაღაცნაირად ვარგებთ. ეხა თავარია ძრავს რო შევდგავთ. აი აქ რა სიზავს. სადაა? აი აქ რა სიზავს. გრუჯის ელებში რას გავაკეთებს, ეგ არის საინტერესო. ეხლა კაროკა დავაყენეთ, გიდროუნქტის ბოლტებს ეხა გადაუჭერთ და დავიწყებთ ძრავის შედგმის პროცედურას. მე ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ ძრავის დაბლა ტრავერსიანად ჩამოღებას და აქვე ესე დაშლას და ესე დაზბროს და ბორში შედგმას. ჩემც უფრო მარტივია, ვიდრე ზევიდან ამოვიღო ცალკე ძრავი და ასე შემდეგ. ადრე ბევრი წლის წინ მე ზევით ვიღებდი ძრავს, მაგრამ ერთხელ რომ ესე დაბლა ჩამოვიღე, იმის მერე სულ ესე ვაკეთებ და ბევრად მიმარტივდება და ბევრად უფრო კარგია ჩემი აზრით. ზოგს პირიქით ზევიდან ურჩევნია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ჩემთვის ესე უფრო პრაქტიკულია. დაბლა ჩამოვიღებ, ყველაფერს დავზბორავ და დაზბორული ძრავ შევდგა. მარტო იქნება ეს კომპიუტერის შტეკერები ჩასაერთებელი რა. ყველაფერი დანარჩენი დაზბორული იქნება. ჩემი რჩევა არის ესე დაბლა ჩამოიღოთ ძრავი თუ ვინმე რამე დაგჭირდება ძრავს.
რაც შეეხება ამ მეშვიდე სერიას, ეს ის მეშვიდე სერია კომპრესორიანი ძრავი რო ავაწყეთ და 8 HP კარობკა დავაყენეთ. დავქოქეთ, მუშაობს უკვე დადის, დარჩა წვრილმანი რაღაცეების დაყენება, რომ სულ ზადყოფნაში მოვიყვანოთ. ყველას ცუდი რაც დაგვემართა აქედან ეს მანქანა რომ გავატანეთ ევაკუატორს რომ ელექტროობა და რაღაცეები ნიკას შეერთებინა, არ დააბა ევაკუატორის ძღოლმა, დაუგორდა და ეს ახალი რადიატორი გაგვიფუჭა. ამიტომ ეს რადიატორი თავიდან გვაქვს გასაკეთებელი. კაპოტი არიჭერს. დავქოქოთ. სად არის გასაღები? ვინ მოიპარა გასაღები? 8 HP კარობკა რო დავაყენეთ, ჭირდება თავისი გადამცველი რიჩაგი, რომელიც დიზაინში ამ მანქანას არ უხდება, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის. 8 HP კარობკას თუ ვაყენებ, ეს რიჩაგი აუცილებელია. ეხლა გასაღებს მოვიტან და დავქოქოთ. მაყუჩი შეერთებული არ არის, მაგით ვაქ ეხლა დიდი ხმა. შევაერთებთ მე წესიერად. ძრავი მუშაობს კარგად, კარობკა მუშაობს გამართულად კარგად. ცოტა ხანში ეხლა ცოტა კაი ამიდები რო გამოვა. ამას ყველაფერს დავასრულებთ და ერთ დიდ ვიდეოს შემოვთავაზებთ მერე სრულად ამ მანქანის ცალკე ეხლა ძალიან ვიდეო. მადლობა ნიკას ანიკიძეს აუდიოს ვისაკეთებს, მაგრამ გაგვიმართა ეს კარობკა და თავის ელექტროობა მაქსეკუთო ეკუმაქსი იყო. არა, მაქსეკუს კომპიუტერზე დაგვინასწროიკა ძრავით და კარობკაც. დიდი მადლობა ნიკას ანიკიძეს აუდების მეფეს BMW რო გაგვისწორა. თოვლი მოგვივიდა წეროვანში, თან კაი თოვლი მოვიდა. და ეხლა Toyota თუ და წავიდე გზევით თხაზე დავიდე და ვიზანოსო. თქვენ შორიდან უყურეთ. აბა წავიდე. ყველგან მავალი მანქანა. ჯერადი და მე რა იზანო. აღარ სულავა, შენი ფანი ვარ. Is this Ragrachinian?
არავის დუშად შეუულია. Toyota, ყველგან წავა. თოვლში, ყირულში, ტალახში, ყველგან წავა. მოდი ხა აქეთ გადავიდე. აი მე აქ ჩარ. აქ წავა სიჩაში. Ozatotxmetis M5-ის ძრავზე რო იძახდით და კითხულობდით, აგერ არის აწყობილი არის, ველოდებით გერმანიიდან მოტორის დამჭერ რეზინებს, ეგრეთ წოდებულ პადმატორნიკებს, ეხა ვიღაცა დამიწყებს პადმატორნიკი რუსული სიტყვა მთელი ამბები. მეც ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ხანდახან ვიძახით რუსულ სიტყვებს. არც მე არ მსიამოვნებს, მაგრამ რა ვქნათ. ჩამოგვივა ძრავის დამჭერი ბალიშები და ჩავაყენებ და ამის ვიდეოსაც 34-ის ვიდეოს ცალკე შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ 34-ის ვიდეო არის განსაკუთრებულად საყურადღებო ყველასთვის. იმიტომ რომ ჯერ ყველაზე მთავარი რაც არის გიორგი თევზაძის სახელობის არის 34-ის M5, ყველა 34-ის M5 ასოცირდება გიორგი თევზაძესთან. გიორგი თევზაძე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ძმაკაცი იყო, მეჯვარე იყო, ბავშვის ნათლია იყო. და გიო იყო უმაგრესი ადამიანი. ამიტომ 34-ის M5-ის ვიდეოს ცალკე შემოგთავაზებთ ისეთ ვიდეოს, როგორიც ეკადრებოდა გიორგი თევზაძეს და 34 M5-ს. ამიტომ ცოტა ხანში ჩამოგვივა ამის ნაწილი. ჩავდებთ ამ ძრავს, გავმართავთ, ვივლით აპკატკასაც გავატარებთ და მერე შემოგთავაზებთ კარგ ვიდეოს 34-ის M5-თან დაკავშირებით. ამიტომ წინ კიდე ბევრი საინტერესო ვიდეოები გელით. რაც შეეხება S60-ის M5-ს ამ მანქანას კაროპკის პრობლემა ჰქონდა, რაღაცები შევცვალეთ, წნევას ვერ იჭერდა, ეს არის წნევის აკუმულატორი. მომზადეთ ბატონო ოპერატორო. SMG კაროპკას მოგეხსენებათ პრობლემური არის. აქ არის ეს არის წნევის აკუმულატორი, ანუ შექმნილ წნევას ინარჩუნებს. გავანათებ, ეს არის ელექტრონასოსი არის, წნევას რაც ეს ქმნის, ელექტრო შიგნითაყენია მექანიკური, ელექტროატრიალებს მექანიკურს, მექანიკური ზეთში არის და ქმნის წნევას. მერე წნევის აკუმულატორი შექმნილ წნევას ინარჩუნებს დიდხანს, რომ ნასოსი რო გაითიშება რაღაც შექმნილ წნევას რო შეასრულებს, მაგალითად 60 ბარს, ის 60 ბარი დიდი ხანი რო ექონდეს შენარჩუნებული. ეს წნევის აკუმულატორია მაგაზე პასუხისმგებელი. ეს თუ გაფუჭებულია, რესკად ვარდება წნევა, ნასოსი ირთვება ხშირად და გადახურებას იწვევს ნასოსის და მერე ანთებს ყვითლად, გადაყავს ავარიულში, გვიანრთავს მერე ნასოს, ანუ ნასოს აგრილებს. თუ წითელია ანთო, წითელი უკვე საგანგაშოა და პრობლემური არის. ამიტომ ყვითელი ნიშნის ანთების შემთხვევაში ყურადღება მისაქცევი რატო აანთო და სასწრაფოდ არის წასასვლელი ხელოსანთა რომ ინახოს მიზეზი რის გამო აანთო ყვითელი ნიშანი. ეს არის ის ძვირიანი ნაწილები, რაც რობოტის კაროპკაზე SMG-ზე ხშირად პრობლემას ქმნის.
ამიტომ ყოველთვის ყურადღება მიაქცევთ, ვისაც S65 იყავს და M6 იყავს, ყვითელს თუ აანთებს, სასწრაფოდ დიაგნოსტიკაზე და ინახოს რატო აანთო ყვითელი. თორემ მე უფრო ბევრად ძვირიანი თემა არის, ვიდრე ყვითლის შემთხვევაში. ეხლა ამაზე შეიცვალა ეს ყველაფერი, უნდა ჩამოვწიოთ და შევამოწმოთ რა როგორ მუშაობს. იმიტომ რომ დავაყენეთ მეორადი, ახალი ძალიან ძვირი ღირს, ამ შემთხვევაში მეორადი დავაყენეთ და უნდა გავსინჯოთ მეორადი ვარგა თუ არ ვარგა. თუ ვარგა ხო კარგია და გაიმართება ყველაფერი, თუ არა და ისევ მოხსენი დააყენე და საწვალებელია. ყოველთვის ჯობია ახალი ორიგინალი დააყენო, ახალი ისეთ თანხა ღირს რომ ისევ ჯობია მოხსა დააყენო, ვიდრე ახალი იყიდო. თუ გაქვს საშუალება, ჯობია ახალი იყიდო, ერთხელ მოხსნი, ყველაფერი შეცვლი, დააყენებ და უპრობლემოდ წახვალ და მეორადი შემთხვევაში ძალიან ნაკლები შანსია რომ გაგიმართლა. ეს ღირს $900, ნასოსიც და ადრეს 350 евро ღირდა და ეხლა 700 რაღაც евро გახდა, ძალიან მოიმატა ფასმა. ეს წნევის აკუმულატორი $250 ღირდა და ეხლა რავი გასამაგდა ფასი, მოკლედ ძვირდება ყველაფერი და ამიტომ ცოტა ყურადღება აქვს მისაქცევი SMG გადაცემათა კოლოფს. პარალელურად ვაწყობთ E39 M5-ის ძრავს. აგერ არის ბლოკი. ეს ბლოკი იყო ჩახაზული. რო დავშალეთ, ბლოკი იყო ჩახაზული. აქ არავინ ხელი არ მოკიდა რომ დაგვეგილზა, იმიტომ რომ თხელი კედელი აქვს. დიდი პორშინები რო აქვს, კედელი ძალიან თხელი აქვს და არავინ ხელი არ მოგვიკიდა რომ ეს დაეგილზათ. გავაგზავნეთ საბერძნეთში 3000 евро გადავიხადეთ გილზებში, აი ეს შპილკებით შეცვალეს ბოლტები და სპორტული გილზები ჩავასმევინეთ. ეს მანქანა მართალია იწყობა ატმოსფერულ ძრავზე, მაგრამ რამე რო იყოს და ტურბოზე და კომპრესორზე ავაწყოთ, გილზები გვაქვს ყველაზე მაქსიმალური ამაში რაც შეიძლება ჩაგვედო. შესაბამისად ბლოკი ძალიან მყარი გვაქვს. პლუს ამ მანქანაზე მოგეხსენებათ ქარხნულად აქვს 400 ცხენის ზალა, მაგრამ არის ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ გამშვები კოლექტორი 4 და 4-ის უყენია, ბევრი წვრილმანი რაღაცა უყენია, რომ შეზღუდულია მაქსიმალურად ცხენის ზალა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ქარხნულად სულ პირველი მანქანა რომ გამოუშვეს, ბევრად მეტი ცხენი ჰქონდა, მაგრამ სამოქალაქო სედანი რახან ქვია, ძალიან ჩქარი იყო, კონტროლირებადი არ იყო და ვიღაცა ისეთი ტიპისთვის, ვისაც კარგი იტარება, ვინც კარგი იტარება არ იცის, ძალიან საშიში იყო და შეზღუდეს ყველანაირად და ჩამოიყვანეს 400 ცხენის ზალაზე. ამიტომ ჩვენ შევცვლით გამშვებ კოლექტორს, რასპრედულები შევუკვეთეთ, უფრო დიდი კუთხის რასპრედულები ჩამოვიტანეთ, ბუბის კამები ქვია მაგას. პორშინები, ქარხნული პორშინები იქნება, ქარხნული ზომა, მაგას არ ვიხებით, მაგრამ აი რასპრედულები შევუკვეთეთ და ჩამოვიტანეთ, აგერ არის, აი M6 რასპრედულების დავაყენე, ბუბის რასპრედულებს ეძახიან, ბუბი კამები. ეს რასპრედულები უნდა დავაყენოთ, ეს მოგცემს ბევრად დიდ ძალას, ვიდრე აქვს მანქანას. ამიტომ სადღაც მე როგორც ვარაუდობ, მინიმუმ 500 ცხენი უნდა გქონდეს ძრავზე. რა გამოვა, გავიგებთ ცოტა ხანში. ძრავზე თუ საბურავზე ბიჭო? ძრავზე. საბურავზე 500 ცხენის ზალა? ოქროს ცხენამდე არა, ძრავზე. ხო და არ ვიცით რამდენზეაო. რამდენზეაო არ ვიცით. უნდა ავაწყოთ თლიანი გამშვების სისტემა. ტატოს ველაპარაკეთ და ჯერ ცოტა შორი არის მაგამდე, მაგრამ ტატოსთან ნალაპარაკები გვაქვს, ტატომ უნდა აგვიწყოს მთლიანი გამშვების სისტემა კოლექტორიდან ბოლო ბაჩოკამდე. ტატო არის ძალიან ძლიერი თავის საქმეში და ვენდობით ჩვენ ტატოს რომ აგვიწყოს ისეთ იდეალურ გამონაბურქვის სისტემას, რომ ტექნათვალიერებასაც გაივლის და პრობლემა არ გვექნება ძრავის მუშაობის მხრივ. დამატებით ვეძებთ ესეთი მეორე ძრავიც გვაქვს, ოღონდ იმაზე კალენვალი არ გვაქვს. ვეძებთ კალენვალს S62 B50 ძრავის, ანუ E39 M5-ის ძრავის კალენვალს ვეძებთ. თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხმა ვინმესთან, მოგწერეთ, გაგვაგებინეთ, ვართ კალენვალის ყიდვით დაინტერესებული.
ამიტომ კომენტარებში დაგვიწერეთ ან ჩემი ნომერი 577-005-101-ზე დამირეკეთ, მომწერეთ და მითხარით ვის აქვს კალენვალი და ვიყიდით აუცილებლად. აი, ჩემი ცუგოები რა პატივში არიან რა, აგერ ფეჩი არის, ფეჩის ირგვლივ წვანან ესეთ ვილათ არიან ჩამწკრივებულები რა. მაგიჟებენ ესენი. ესენი ხო აქ წვანან. ერთ-ერთი ამის და წეღან იყო გარეთ თოლში იწვა, ზევიდან ათოვდა, ეძინა ვითომთ არაფერი. ესენი კიდე შეხედე აქ. ფეჩთან არიან. აი ესეთი ძაღლები მყავს მე. ზოგი იქით სკამზეზის, ზოგი აქეთ სკამზეზის. დღეს ერთ ძაღლს ეგერე თავზე რო გაკეთებული ის კორსეტი თუ რაღაცა ის ეთყობა ერთმანეთში იჩხუბე და თადზე პატარაზე ეთყობა კბილი მოუხდა რომელიღაცა და ჩახეული ქონდა ის და ნაკერები დავადე გავკერეთ ცუგო და თავზე გავუკეთეს რომ არა ილოკოს. აი ესე დღეში ვარ. ხან ძაღლებს დავსდევ, ხან მანქანებს დავსდევ. რა გავაკეთე? ხან მატორები არის გასაკეთებელი, ხან ძაღლები არის სამკურნალო. მეც დავსდევ ხან იქით, ხან აქეთ. კიდე ყველა უმეტეს ვიდეოში ვიძახი რა, ჩამოყვანილი მყავს მეოთხე სერიები დასაშლელად. N20 და N26-ები 2015 წლამდე რაც გამოდის, 3 მანქანა მყავს ჩამოყვანილი, ერთი გრან კუპე არის, 4 ყარიანი, 2 კუპე არის, კვადროები, ლურჯი ფერის, თეთრი ფერის და სერი ფერის. ორს აქვს წითელი სალონი, ერთს აქვს შავი სალონი. თუ ვინმეს რამე დაგჭირდებათ, მომწერეთ და ჩამობძანდით წერობაში. რაც მთავარია, ვეძებთ სპონსორს. ოღონდ კაზინოს არა. ანუ ვეძებთ სპონსორს, ოღონდ კაზინოს და ენერგეტიკულს არა. დანარჩენი განიხილება პრობლემა არ არის. ერთჯერადი სპონსორობა იქნება თუ მრავალჯერადი სპონსორობა იქნება, ნებისმიერი სპონსორობა განიხილება. ამიტომ თუ ვინმეს რამე გინდათ, მეილი იქნება ქვევით აღწერაში მითითებული, მოგწერეთ, გიპასუხებთ. ნომერიც კი ვთქვი წეღან და ან ნომერზე დამირეკეთ, ან მომწერეთ, ან მეილზე მომწერეთ. უფრო მარტივი იქნება ალბათ მეილზე მომწეროთ. კომენტარებში ვკითხულობ ხოლმე მეკითხებით სკოლასთან დაკავშირებით. შარშამ თქვი რომ ვაპირებ სკოლის გაკეთებას და ავიყვანდი მოსწავლეებს, ვისაც ვასწავლედი ჩემს ხელობას. მე როგორც მეგონა ეგრე მარტივი არ ყოფილა ეს თემა და ცოტა გამიჭირდა ამ სკოლის დაორგანიზება. ამიტომ ცოტა დრო მჭირდება მე ისევ. სამომავლოდ მაინც მინდა რომ სკოლა გავაკეთო, იმიტომ რომ ესეთი პროფესიაა რომ მინდა ვასწავლო ახალგაზრდებს და გააგრძელონ ჩემი საქმე. ელემენტარულად დამეხმარონ, ან ისწავლონ და ცალკე წავიდნენ და გააკეთონ ხარისხიანად, როგორც მე მიყვარს გაკეთება რა და ამიტომ ახლო მომავალში თუ რამე შეიცვალა და დავაორგანიზე და ჩამოვაყალიბე სკოლა, აუცილებლად ვიდეოს გადავიღებ და გაგაგებინებთ ყველას. ამიტომ ჯერჯერობით ეს არის სკოლასთან დაკავშირებით. მეტი ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეხლა რაც შეეხება ახალ ძრავებს, B სერიის ძრავებს, B58-ს, B46, B48 ძრავს. მაგ მოდელზე წინა ვიდეოები მაგ გაკეთებული, მამ კიდევ გეტყვით. სანამ მაგ ძრავს იყიდით, რომელშიც იქნება B58, B46 და B48 ძრავი. დეტალურად შეამოწმეთ წყლის სისტემა. იმიტომ რომ ძალიან სუსტი წყლის სისტემა აქვს და უაზრო ფასი ღირს ეგ ყველაფერი რომ მოაგვაროთ. 100,000 კილომეტრის მერე ეწყება წყლის უამრავი პრობლემა. ამიტომ მანქანის ყიდვას როცა დააპირებთ, ისეთ ხელოსანთან არ მიიყვანოთ, ვისაც გამოცდილება არ აქვს მაგმატორის წყლის სისტემასთან დაკავშირებით. პომპა პრობლემა აქვს, მექანიკური პომპა არის, პომპა პრობლემა აქვს, ზეც ფილტრის კორპუსი პრობლემა აქვს, წყლის შლანგები პრობლემა აქვს, ტურბინის წყლის გაგრილების შლანგები პრობლემა აქვს, რადიატორი პრობლემა აქვს. ამიტომ ეგ ყველაფერი რომ მოაგვაროთ და ხარისხიანი ნაწილებით ააწყოთ, 3000 ლარამდე უნდა მარტო ნაწილები რომ იყიდოთ. ამიტომ სანამ მაგ ძრავიან მანქანას იყიდით, დეტალურად შეამოწმებინეთ ისეთ ადამიანს, ვინც ერკვევა. ან ჩამოიყვანეთ ჩემთან წეროვანში და ყველაფერი ვიცი ზეპირად მაგმატორების რა პრობლემა აქვს, ან ისეთ ადამიანთან მიიყვანეთ, ვისაც გამოცდილება აქვს მაგ ძრავის. რომ მერე სურპრიზი არ დაგხვდეთ ერთ თვეში და ორ თვეში, რომ წყლის სისტემა გაფუჭდეს და მერე გადავარდებით ძალიან დიდ თანხაში.
ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ მაგმატორების წყლის სისტემას. თორე მე უკან დასახევი გზა აღარ გექნება და ძალიან დიდი თანხა ჟღირს ეგ ყველაფერი რომ მოაგვარო კარგი ნაწილებით, ორიგინალი ნაწილებით. არა ორიგინალი ნაწილებით, მე მქონია ბევრი შემთხვევა, ჩინური ნაწილი დაუყენებია მე პატრონეს, ჩემი დაჟინებით თხოვნა იყო რომ ორიგინალი დაგვეყენებინა, მაგრამ ორიგინალი ძალიან ძვირი ღირს. მომიტანა საქართველოში ნაყიდი ჩინური დეტალები და 4 თვეში ყველაფერი გაფუჭდა. და ეგ დროს როცა იყიდი მეორეჯერ ისევ დეტალებს, უფრო ძვირი გიждდება, ვიდრე ერთხელ გეყიდა ქარხნული და შემდეგი 100.000 ეარა უპრობლემოდ. ამიტომ კიდევ ერთი ჩემი რჩევაა, რომ B სერიის ძრავებს მიაქციეთ დიდი ყურადღება წყლის სისტემას. აბა ვნახოთ თუ წავა ეხა ჩვენი ფაიფები. ვაიმე. ცოტა ავწდით. ეს შევიდა. აქეთას არა, წაწი უკან. შევიდა ოდნავ. ცალი მხარე კი, მეორე მხარე ვაფშე სხვაგან არის. აი, სხვაობა შეხედე. რამხელა სხვაობა აქვს. ეს და მიუღუნოთ რა. ესო და მიუღუნოთ და მე ზაჟიმი არ გაქვს, ხო? ტროსი გვინდა ესე გადავადოთ აქეთ-იქით და მოვქაჩოთ. აი ეს ბოლტები ოდნავ დავუშვათ. ცოტა გამოწევში როგორ გაიწევა? აქ აი ამაში. აგერ აი აქ. ცოტა გაწევის საშუალება ალბათ გვექნება. თორე ძალიან დიდ სხვაობაზე. მივჭეთ, მოვჭეთ შევიდა. შემოდის. თავიდან თუ შევიდა. მოკლედ ბოლტები დავუშვით, მივჭეთ, მოვჭიეთ და შევიყვანეთ ძალით. მოაწექი. ცოტა იქით მივჭეთ, ცოტა აქეთ მოვჭეთ, ცოტა ეს მოღუნე და ჰოპ შევიდა. მაინც ბოლტონი გამოდის აგინა. არ არის თუ დაუნფაისოს. თავები არ. ამაზე დადგა სპორტული კატალიზატორი, აგერ არის. ერთი, ანუ ამ მოდელს ქარხანად უყენია 4 კატალიზატორი. 2 არის აი აქ უყენია დაბლა, 2 კიდე ზევით ტურბოებთან. აგერ არის მეორე. ეს არის პირველი კატალიზატორი, რომელიც ტურბოებთან აყენია. ის არის მეორე კატალიზატორი. ამაზე ახლა 4 კატალიზატორი მოიხსნა და დადგა ანუ ზედა 2 კატალიზატორი ტურბოებთან, რაც აყენია მაღალი გამტარიანობის. გაფილტრავს ისე არ დააბინძურებს გარემოს, ხმას ოდნავ მოუმატებს. ამიტომ ტექნათვალიერებასაც უპრობლემოდ გაივლის, იმიტომ რომ კატალიზატორი უყენია, უბრალოდ მაღალი გამტარიანობის კატალიზატორი უყენია. დაბინძურებით არ დააბინძურებს, ოდნავ ხმას მოუმატებს. ისე უმატებს ხმას, რომ ჯდება დეციბელის საზომით რო გავზომავთ, ჯდება ნორმებში. ესეთი რაღაცა სასიამოვნოა ხმისთვისაც, პატრონისთვისაც და გამონაბოლქვისთვისაც. პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად გაივლის ტექნათვალიერებას. მაგიტო და გადაიხადო კარგი თანხა. როცა აკეთებთ მანქანას და ბევრი ცხენძალა გინდათ, ყველაზე პირველი შემზღუდავი არის გამშვების სისტემა, კატალიზატორი. უნდა დადგეს მაღალი გამტარიანობის კატალიზატორი. ფილტრავს ისე ჩვეულებრივად ჰაერს, მაგრამ ჰაერის გამტარიანობა მეტი აქვს. არ აბინძურებს, მაგრამ ჰაერი ბევრი გადის. შესაბამისად, როცა გინდათ ბევრი ცხენიძალა, უნდა დააყენოთ მაღალი გამტარიანობის კატალიზატორი. არც გარემო არ დააბინძუროთ,
არც ხალხი არ მოწამლოთ და ეგ დათვალიერებაც გაიარეთ. ეხლა რაც შეეხება ამ დაუნფაიფის მერე, აი აქედან სულ ბოლომდე სრულიად ქარხნულია. ეს თავის რეზონატორი არის თავის ქარხნული ბაჩოკებით. აქ ერთი ბაჩოკი, აქეთ მეორე ბაჩოკი. ესა აქედან იქამდე არის სრულიად ქარხნული. ამას არ ვეხებით, სრულიად ქარხნული რჩება ეს ბაჩოკები. 3 წელი აღანია უკვე. ხო. მარტო იცვლება დაუნფაიფი. ისიც იყენდება სპორტული კატალიზატორიანი დაუნფაიფი. გასაკეთე ხაბა? ანტიფრიზი და წყალი გავაზავეთ ერთმანეთში. ეს მნიშვნელოვანია, რომ სწორი ანტიფრიზი იყოს. კი, რა თქმა უნდა. არასწორ ანტიფრიზი და შეჭამს ყველაფერს. გადავაზავეთ წყალი და ანტიფრიზი. ახლა ჩავასხოთ. როგორ გადააზავე? 50-50. ტურბოს გაგრილება, ანუ ტურბოს გაგრილება გულისხმობ ჰაერის გაგრილება. ტურბო რო ცხელ ჰაერს დაუბერავს, ძველად ჰქონდათ მანქანებს ჰაერით გაგრილება. უკვე ახალ მოდელებს აქვს წყლით გაგრილდება. ამიტომ ცალკე რეზერვუარი აქვს, სადაც წყალი ისხმება და წყლით გრილდება ტურბოს დაბერილი ცხელი ჰაერი. ამიტომ ცალკე რეზერვუარი აქვს და ვასხავთ სათითაოდ აქეთ-იქით. ლიტრი. და ამ შემთხვევაში 18 ლიტრი არ წავა. ბატონო. ფეჩის რადიატორში დარჩენილია და ეგეც წვიმიანი რაღაცაა. 0.30. ლიტრამდე მიდის ახალაწყობილზე ზეთს რადიატორსაც თუ დაცლით, შლანგებს თუ დაცლით 12 ლიტრამდე მიდის ზეთი. პროსტა შეცვლილოს 9.5. 10 ლიტრა მიდის ისე შეცვლის დროს. და ბოლომდე როცა დაშლით 12 ლიტრამდე მიდის ზეთს რადიატორსაც და შლანგებსაც თუ დაცლით ზეთის. ატრიალებ და რო არიცი რა ხდება რა? დაიქოქება თუ არ დაიქოქება რა? ცადე. ეგ ის მომენტია, როცა ან გადარჩევი, ან არ გადარჩევი. ძრავის აწყობის მერე პირველ დაქოქვაზე, რო დაიქოქება, აუცილებლად გადაამოწმეთ ქვევიდან მანქანა, იმიტომ რომ შეიძლება წყალმა გაუშვას, ზეთმა გაუშვას და რამე რო არ გამოგეპაროთ და მოტორი არ გააფუჭოთ. ხშირად ყოფილა ეგეთ შემთხვევები, რაღაცა დაგვრჩენია და დავქოქე და ზეთი გაუსხია და ის მთელი 10 ლიტრი ზეთი თავიდან გვიყიდია. ამიტომ ანტიპიარს უკეთებ საკუთარ და რა, რაც იყო ის არის ახლა რა ვქნე.
მოკლედ დავასრულეთ M8. სამწუხაროდ M8-ის გაყვანა ვერ გადავიღეთ. გავერთეთ ლაპარაკში და ისე გავაცილეთ, რომ ვერ მოვასწარეთ გადაღება. ყველაფერი კარგად იყო, კარგად იმუშავა ძრავმა, ხმა არაფერი არ ქონდა, იდეალურად მუშაობდა. აპკატკას რო გაივლის, მერე ჩაიწერება პროგრამა, გამზადდება მანქანა და მერე შემოგთავაზებთ სრულფასოვან ვიდეოს, როგორ აჩქარდება ეგ მანქანა, როგორ იმუშავებს და რა დროში ივლის და რა ცხენიზალა ექნება. ამიტომ კარგად ბრძანდებოდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, გადააზიარეთ, რაც თავარია, რომ ხალხი დაგვემატოს და ბევრმა ნახოს. ამიტომ შემდეგ ვიდეომდე დაგველოდეთ და გამოიწერეთ არხი, რაც თავარია. კარგად ბრძანდებოდეთ. გაგიმარჯვეთ. ჩაით.